Morgan. არ ვიცი მან ხარ თუ არა. არ ვიცი გესმის თუ არა ჩემი. ვიმედოვნებ რომ შენ ახლა ამას ისმენ. ვიპოვე სხვები. ჩემი ოჯახი, წარმოგიდგენია? ჩემი ოჯახი, ჩემი ცოლი და შვილები, ცოცხლები არიან. მინდოდა შენთვის ეს მომეყოლა. კიდევ არის რაღაც, რაც უნდა იცოდე. ატლანტა ის არ არის, რაც ჩვენ გვეგონა. არ არის, რასაც გვპირდებოდნენ. არ გახვიდეთ ქალაქში. ახლა ის სავსეა მკვდრებით. ჩვენ ბანაკში ვიმყოფებით, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთიდან, მიტოვებულ ქვის ცეხში, ის რუკაზეა აღნიშნული. ვიმედოვნებ რომ გვიპოვნით, მაგრამ ფრთხილად იყავით. გასულ ღამეს მკვდრები ტყიდან მოვიდნენ. ჩვენ დანაკარგი გვაქვს. ფრთხილად იყავი მორგან და შენს შვილზე იზრუნე. ხვალგამთენეისას კიდევ ვცდი და გიკავშირდე. Andrea. ძალიან წუხარ, მაგრამ ის მოკვდა. ნება დაგვთე რომ დავმარხოთ. ყველას გვიყვარდა ის დაკვირდები, რომ პატივს მივაგებთ მას. გაუნძრევლად ზის იქ. არც კი ლაპარაკობს. მთელი ღამე იქიჩდა. და რა უნდა ვქნათ? არ უნდა დავტოვოთ ემი იქ. საჭიროა მასაც ისე მოვექცეთ, როგორც დანარჩენებს. ვეცდები მას ეს ავუხსნა. ანდრეა. ვიცი როგორ მუშაობს დამცველი. კარგი, გავიგე, მაპატიე. ბოდიში, მაპატიე. AMC წარმოგიდგენთ. Andrew Lincoln, John Bernthali, Sarah Wayne Kelly, Lori Holden, Jeffrey Deman, Steven Yeun და Chandler Riggs. პროდიუსერები Robert Kirkman, David Alferti, Charles Egli და Gaylen Hardy. მოსიარულე მკვდრები. თქვენ რა გაგიჟდით? უფლებას მისცემთ ასე დატოვოს? ეს ხომ ამოქმედებული ბომბია. და რას გვთავაზობ? ვეცრობთ. აი აქ პირდაპირ თავში. მე მანძილიდან შემიძლია იმ დაუშვესროლო თვალებს შორის. არა, ღმერთო ჩემო, მოსვენება მიეცით მას. მოემზადე ჯიმ საქმე მგონს გასაკეთებელი. მადლობა. რას აკეთებ?
ეს მახინჯებისთვისაა, ჩვენების ადგილი იქაა. რა განსხვავებაა, ისინი ყველა გვამებია. ჩვენ ხალხს მარხავენ, აი იქ. ჩვენ მათ არ დავწავთ. გავმარხავთ, გასაგებია? ჩვენ ხალხს დავასაფლავებთ. რასაც დასწეს იმას მოიმკი. ხმა ჩაიწვიდე რა. თქვენ ჩემი ძმას სიკვდილოდ გაიმედეთ. თავად გამომიწვიეთ. შენ რა სისხლი მოგდის? გავისწორი როცა მილეფსდებდი. სისხლი ახალია, შენ რა გიკბინეს? არა. გავიკაწრე ცოტა ხნის წინ. შენ გიკბინე? ყველაფერი კარგადაა. მაშინ მაჩვენე. არავის არ უთხრა. მას მოსიარულემ უკბინა. მოსიარულემ ჯიმს უკბინა. კარგად ვარ. გვაჩვენე. გვაჩვენე გეუბნები. ჯიმ დაწნარდი. ჯიმ დადე ნიჩაბი. დადე. კარგად ვარ. 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 თავაზე ვტვინი გავუხვიდოთ მას. მკვდარ გოგოს და ბოლო მოვუყოთ ამ ყველაფერს. მის ადგილას ამას ისურვებდი? ო, და პროცესის დროს მადლობათაც გადაგიხდიდი. არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ჩემი აზრით დერელი მართალია. ჯიმი ურჩხული არ არის, დეილ და არც სოფიანი ძაღლია. არც მithქვამს, რომ ის ავადაა, ეგ კაცი ავადაა. მოძრაობას თუ ამ მიმართულებით დავიწყებთ, შემდეგ ზღვარს თუ ვიპოვით. არ უნდა შევიბრალოთ არც ზომბები და არც პოტენციური ზომბები. იქნებ დახმარება შევძლოთ. გავიგე, რომ დაავადების საკონტროლო ცენტრში წამლის შექმნას ცდილობენ. მეც ბევრი რამ გავიგე, სანამ საქმე ცუდად წავიდოდა. იქნებ CDC ჯერ კიდევ არსებობს. არა მგონია. რატომ? თუ ხელმძღვანელობიდან ვინმე გადარჩა, მაშინ ისინი CDC-ს ნებისმიერ ფასად გაუფრთხილებიან, ხომ ასეა? ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო შანსია. თავშესაფარი, დახმარება, გადარჩენა. გასაგებია, რიკ. შენაც ისევე გჭირდება, როგორც მე. თუ ისინი მართლაც გადარჩნენ, მაშინ საომარ ბაზაზე იქნებიან ფორტ ბენინგში. ეს სხვა ადგილია და შორია. ზუსტად. თუმცა სამაგიეროდ ეპიცენტრიდანაა შორს. მისმინეთ, თუ ეგ ადგილი ფუნქციონირებს, მაშინ ძალიან კარგად იქნება დაცული. უსაფრთხოდ ვიქნებით. ამ ოპერაციას სამხედროები ხელმძღვანელობდნენ და წააგეს. საკუთარი თვალებით ვნახე. CDC ერთადერთი გამოსავალი და საუკეთესო არჩევანია ჯიმისთვის. წადით და მოძებნეთ თქვენი ასპირინი. რაც გინათ ის გააკეთეთ. თუმცა ვინმე მაინც უნდა გამოიჩინოს სიმამაცე და ეს პრობლემა მოაგვაროს. ეი, ჩვენ ცოცხლებს არ ვკლავთ. სასაცილოა ამის იმ ადამიანის განმოსმენა, რომელმაც იარაღი შუბზე მომადო. შეიძლება უთანხმოება ხშირად მოხდეს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით არც გვამათობთ. დააგდე. გამომყევი. სად მიყავართ? უსაფრთხო ადგილას. მოვედი რომ მოგისამძიმრო. შენთვის არ მithქვამს სოლი როგორ დავკარგე? სიმსივნით ხო? ხო. არაერთ ექიმთან მყავდა მიყვანილი. ისინი ანალიზებს ატარებდნენ და ამდენი ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ ის მზად იყო. ამ ფაქტს შეურიგდა, ხომ ხვდები? მე კი ეს ვერ შევძელი. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კი ძალიან ვიყავი გაბრაზებული. თავი მოტყუებული მგონია. მას მერე რაც ის დაიღუპა, თქვენ გოგოებო, ერთადერთნი იყავით, ვინც ჩემთვის სულ ერთი არ ყოფილხართ.
დღეს მისი დაბადების დღეა? მისი დაბადების დღე მუდამ მთელი კვირის მანძილზე იწელებოდა. მე კი მუდამ ვაგვიანებდი. ხან კოლეჯში ვიყავი. ხან საბავშვო წვეულებებს გეგმავდი. ის ბედნიერი მირეკავდა. ყოველთვის პირდებოდი, რომ მალე მივიდოდი და ეს მართლაც ძალიან მინდოდა. I always said that I'd make it home and I really always meant to. But მაგრამ მუდამ ტელეფონით მილოცავს სჭირდებოდი. ვიცი რომ შენთვის ეს მტკივნეულია. შენს თავზე დანაშაულის გრძნობასაც ნუ აიღებ, კარგი? თავად ვიზავ, ჩემი ქმარი იყო. ემი მაპატიე რომ შენს გვერდით არასოდეს ყოფილვარ for not ever being there. თუმცა ვფიქრობ რომ დრო გვეყოფა ახლა შენთან ვარ. ემი აქ ვარ. მიყვარხარ.
თქვი? კარგი. ჩემი აზრით აქ რომ დარჩენილიყავი, შენი საქმეებისთვის რომ მიგიხედა და თან ჩემი კაცების ნახევარი არ დაგეყვანა. მაშინ ალბათ ჩვენი დანაკარგი ასე დიდი არ იქნებოდა. იარაღით მოსატანად რომ არ წავსულიყავით, მაშინ დანაკარგი ბევრად დიდი იქნებოდა. შეიძლება მთელი ბანაკიც კი. გონია რომ გომების დამარხვა შეცდომაა. ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ რომ ყველას დავწოვდით. ასე არ არის? თავიდან მოვილაპარაკეთ. შემდეგ კი ჩინელმა ქვითინი დაიწყო. გითხარ რომ ასე არ შეიძლება და მაშინვე დავემორჩილეთ. მაგათ უნდა უჩვენოთ ვინ არის აქ უფროსი და რა წესები გვაქვს. არანაირი წესი არ გვაქვს. სწორედ ეს არის პრობლემა. ერთი წუთიც არ გქონია იმისთვის, რომ გონს მოვსულიყავით. დრო გჭირდება დასატირად და დაღუპულების დასამარხად. ადამიანები ასე იქცევიან. არა. არა, ოღონდეს არა. გთხოვ. არა. მე თვითონ მათი დამარხვა ცუდი იდეა არ არის, მაგრამ როცა წარმოვიდგენ რომ იქ შეიძლებოდა თქვენ შუმად. ახლა უსაფრთხოდ ვიქნებით, მამა. რადგან ერთად ვართ? გპირდები რომ დღეიდან მარტო აღარ დაგტოვებთ არავითარ შემთხვევაში. ახლა კი უფლება მომეცით დედას რამდენიმე წუთით დაველაპარაკო, კარგი? კარგი. ყოჩახ. შენი მადანაშაულებს იმის გამო რომ აქ არ ვიყავი. შენ? ახლა იარაღი გვაქვს, ბევრად ძლიერები ვართ. თუმცა უკვე ბევრად ნაკლები, ამიტომაც ვართ სუსტები. გინდა რომ შენი მხარე დავიჭირო? მესმის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ორივე ვცდებით. ამ მომენტისთვის ეს ჩემი საუკეთესო შეფასებაა. CDC-ზე რა სიტყვი? რიგ, აქ წელზე დავდივართ. დახმარება გჭირდება, თანაც ავადმყოფი გყავს. ვერ ხვდები ამას ისინი რატომ ვერ აცნობიერებენ? მათ სახეებს შეხედე. მე შემომხედე. ყველანი შოკში ვართ. ვინმეს რომ შემოეთავაზა მოულოდნელად ქალაქში წასვლა, იმიტომ რომ ამას ინტუიცია კარნახობს, შენ პირველი იტყოდი ამაზე უარს. მითხარი რამე მაინც იმისთვის რომ დამარწმუნო. მიყვარხარ. სულ ეს არის. მეც მიყვარხარ. მისი მდგომარეობა უარესდება.
რამე გჭირდება? წყალი, მხოლოდ წყალი. ახლავე მოგიტან. ქეროლ, დამეხმარები? ჩემთვის საფლავი შემოინახე? ეს არავის უნდა. რა აზრი აქვს ის რა უნდა? ეს ხმა, ის ხმა, როგორც იცინიც ღმერთი, როცა რამეს გეგმავ. უბრალოდ მინდა ჯიმ, რომ ღვთისწყალობით დაგეხმარო. მანგოს ნერგებს მიაქცია ყურადღება. მათი ფესვები ნავს და აზიანებს. ხომ იცი? ემი კი იქცურავს. ხომ დამპირდი? კი, მივაქცევ. არ ინერვიულო. კარგი. რიქს რამე უნდა გააგებინო. მისმინე მთელი ეს CDC-ში მოგზაურობა შეცდომაა. შენ მას დაუჯერ მხარს? სხვა რა დამრჩენია, ის ხომ ჩემი მეუღლეა. მისმინე, შეგიძლია ერთგული ცოლის როლი ითამაშო, მაგრამ ნოიტყვი რომ ქორწინების შენარჩუნების ცდელობა ადამიანების სიცოცხლეთ. ფიქრობ, აქ ადამიანებს თავად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. შენი განსახილველი არაა ჩემი ქორწინება და უნდა შეწყვიტე ყოველს მაგივრად საუბარი. როგორც ჩანს, მომიწევს და სიმჩუვათა სიაში შევიტანო, რომელიც უნდა შევწყვიტო. მომწონს ეს თუ არა? რომელი ჩვევები? იმას ვამბობ, რომ გეგმოგჭირდება ძმაო. აბა მივდივარ თუ არა? იქნება აქ გადაწყვეტა დარჩენა. შეგვიძლია კიდევ რამდენიმე კონსერვის ქილა გავხსნათ. აქ ვერ დავრჩებით და ეს ორივე მიცით. სწორედ ახლა ვეუბნებოდი შენს, რომ შენს ინტუიციას უნდა ვენდოთ. წავიდეთ შემოვლა ჩავატაროთ. აი რას გეტყვი ძმაო. ეს ადამიანები ტყვეები არ არიან. სრულიად შესაძლოა CDC-ში მარტო მოგიწიოს წასვლა. კარგად უნდა დაფიქრდე. მზად ხარ თუ არა ლორის და კარლის დასაკარგად? ის უნდა გავაკეთო, რაც ჩემი ოჯახისთვის იქნება უკეთესი. უკეთესი? მაგალითად რა, მათი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება? აბა რომელი ვარიანტია უკეთესი? 160 კილომეტრის მანძილზე სახიფათო ტერიტორიებში სიარული? თუ გადარჩენა გვინდა, მაშინ უახლოეს გემამდე უნდა გავცუროთ და არა ღია ზღვაში. რატომ არ მიჭერ მხარს? მინდა დაგიჭირო. უბრალოდ ამას ვერ წარმოვიდგენ. შენი ოჯახის გადარჩენაზე რომ იყოს საუბარი, შენც ასე მოიქცეოდი. რა თქვი? მე მათ ვიცავდი მეგობარო. ისე ზრუნავდი, თითქოს ჩემი ნათესავები ყოფილიყვნენ. ამის თქმა არ მინდოდა. აბა რა იგულისხმე? მითხარი ძმაო, რა იგულისხმე? უბრალოდ არასწორად გაიგე, ხვდები? არასწორად გაიგე. ჩვენივრად იცი, რომ ამბალს ვერასდროს გადაგიხდი.
Jesus. I know. ვიცი. მომიწევს სინათლის ამრეკლი ქურთუკი ვატარო. სერიოზულად. წავიდეთ, ძმაო. Come on, man. წამოდი, წავიდეთ. აქ არაფერი არ არის. მე რიგის გეგმაზე დავფიქრდი და მართალია დიდი გარანტია არ გვაქვს. ამას ყოველ შემთხვევისთვის ვაღიარებ. ამ ადამიანს დიდი ხანია ვიცნობ. მის ინსტინქტებს ვენდობი. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ახლა ერთად ყოფნა. ვინც თანახმაა გამთენი ისე ჩვენთან ერთად წამოვა. გასაგებია? მივდივართ. კარიერს ვტოვებთ. თუ გუშინ ჩემი ნათქვამი მოისმინე, მაშინ ალბათ უკვე აქეთ მოემართები და თუ ასია იცოდე რომ ხვალ აქ აღარ ვიქნებით. წერილს და რუკას დაგიტოვებ. ისინი წითელ მანქანაზე იქნება მიკრული. იმისთვის რომ ჩვენ გამოგვყვე უკან. CDC-ში მივემართებით. თუ რამე დარჩა, მაშინ იქ უნდა იყოს რა სიტყვი. მორგან. იმედი მაქვს მართალი იყავი იმ ადგილთან დაკავშირებით. დიდი იმედი მაქვს. ყურადღება, ვისაც CB ექნება, იცოდეთ, რომ მე-40 სიხშირეზე ვიქნებით. თუ საქმე არ გექნება, ტყუილად ხას ნუ დააკავებთ. თუ პრობლემა გაჩნდება, CB არ დაიჭერს ან სხვა რამე. რილაქს ერთხელ დააჭირეთ. კითხვები გააქვთ? ჩვენ არ მოვდივართ. ბირმინგემში ნათესავები გვყავს, გვინდა ჩვენს ოჯახთან ერთად ვიყოთ. თუ მარტო წახვავთ, თქვენ დაცვას ვერავინ შეძლებს. მაინც გავრისკავთ. ის უნდა გავაკეთო, რაც ჩემი ოჯახისთვის იქნება უკეთესი. დარწმუნებული ხარ? ყველაფერი გადავწყვიტეთ. დარწმუნებულები ვართ. კარგი. შეინ? ხო. კარგი. 357? კი. ჭიდი ნახევრად სავსეა. ყველას მადლობას გიხდით. ყველაფრისთვის. For everything. მოდი ჩემთან. წარმატებებს გისურვებ, მეგობარო. ნახვამდის. მადლობ. ნახვამდის. თუ გადაიფიქრებთ, გახსოვდეთ მე-40 სიხშირე. გასაგებია? კი. რატომ გონია, რომ ჩვენი შანსი უფრო დიდია? Come on. მორჩა, წავედით. Let's move out. მორგან, CDC-ში წამოდი, აქაურობა არ არის უსაფრთხო, რიკი.
ხომ გითხარი ამ შლანგით შორს ვერ წავალთ მეთქი. ვამბობდი რომ ფურგონის შლანგი მჭირდებოდა. შეკეთება შეძლებ? რაც შემეძლო მაშინ გავაკეთე. შიგნით შლანგზე მეტი წებოვანი ლენტი იყო. თანაც წებოვანი ლენტიც აღარ მაქვს. წინ რაღაცას ხედავ. თუ გაგვიმართლებს ბენზინგასამართი სადგური იქნება. მისმინეთ, ჯიმი ძალიან ცუდათაო, ფიქრობ მეც ვეღარ გაძლებს. რიკ, გააკონტროლებ აქ სიტუაციას. მე წინ წავალ, იქნებ რამე ვიშოვო. მე წამოყვები ყოველი შემთხვევისთვის. ყურადღებით იყავით. მალე დაუბრუნდებით. მალე კვლავ წავალთ. არა. მერთო. ჩემი ძვლები. ძვლები შუშებს დაემსგავსა. ყოველი მოძრაობისას ბრძალი ჩნდება. მე ვეღარ შევძლებ წამოსვლას. აქ დამტოვეთ. მე ვეღარ გადავრჩები. უბრალოდ დამტოვეთ. მინდა ჩემს ოჯახთან ვიყო. ისინი ხომ მოკვდნენ? თავადაც ვერ ხვდები რას ამბობ. სიეფსხელების გამო ჰალუცინაციები გაწუხებს. ხვდები, გონია ვერ ხვდები? ახლა საღად ვაზროვნებ. 5 წუთში კი შეიძლება ვეღარ ვიაზროვნო. რიკ, ვაცნობიერებ რას გთხოვ. ეს მართლა მინდა. აქ დამტოვეთ. ეს ჩემს სიდისზე იქნება. კარგი? ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. და არა შენი შეცდომა. ამბობს რომ ამის გაკეთება უნდა. თახგონებაზეა? როგორც ხედავ კი, მე ასე ვიტყოდი. ბანაკში როცა ვთქვი რომ დერელი შეიძლება მართალია, შენ არც კი დამამთავრებინე. ალბათ ვერ მიმიხვდი. არასდროს არ დავთანხმდებოდი სისხლიან მკვლელობას. უბრალოდ მინდოდა შემომეთავაზებინა, გაგვეგო ჯიმისგან რა სურს მას. ახლა კი როგორც ჩანს პასუხი ვიცით. უბრალოდ აქ დავტოვოთ და წავიდეთ. ძმაო, არ ამგონია ამის ცხოვრება შევძლო. ეს შენი გადასაწყვეტი არ არის, საერთოდ თქვენი გადასაწყვეტი არ არის. აი ასე. შეხედე. ისევ ხე. Hey Jim. ხომ ხვდები რომ ეს აუცილებელი არ არის? არა. ყველაფერი კარგადაა. კარგი ჰაერია. კარგი. უბრალოდ თვალები დახუჭე საყვარელო. წინააღმდეგობას ნუ გაუწევ. ჯიმ, ეს გჭირდება? არა. თქვენ კიდევ დაგჭირდებათ. მე კარგად ვარ. კარგად ვარ. გმადლობ რომ ჩვენს გამოიბრძოდი. კარგი.
ტყის ხანძარი MSB 3417 აქტიურია. ტრანსლაციის დასაწყისი. ეთერშია ჯენერი. ახლა ტყის ხანძრის კოდის გამოცხადებიდან 1994 დაიწყო, ხოლო გლობალური დაავადების გავრცელებიდან 73 დღე. კლინიკური პროგრესი არ შეინიშნება. პირველ რიგში დასავლეთ სექტორში გაზის გამწვენდი ვიპოვე, რომელიც ელექტროენერგიის ეკონომიისათვის იყო გადაკეტილი. დიდი ხნის მანძილზე ვცდილობდი გამერკვია რა იყო საჭირო. მეორეც, ჯერ კიდევ ცუდად მძინავს. რეჟიმის დაცვა არ გამომდის. მიწის ქვეშ ცხოვრებაც არ მეხმარება. ვერ ხვდები ახლა დღეა თუ ღამე. ბოლო დროს თავს გაუმართავად ვგრძნობ. ტრანსლაციის დასასრული. განგაში, ჰაერის ფილტრებში კოროზიული აორთქლება შეინიშნება. პერსონალებს მხოლოდ სასწრაფოდ დატოვონ შენობა. იშვიათი ნივთიერება შესაძლოა თუნდისთვის სახიფათო იყოს. ყველა პერსონალი გაწმენდილია. იწყება სრული გაწმენდა. სრული გაწმენდა დასრულებულია. TS-19 ნიმუში დაიკარგა. ამ ტრაგედიის შეფასება რთულია. ეს ყველაზე ახალი ნიმუში იყო. სხვა ნიმუშები მას ვერ შეედრებოდნენ. ეს უბრალოდ გამოუსადეგარი, მკვდარი ხორცია. საერთოდ არ მესმის რატომ გელაპარაკებით. ალბათ მან ერთი ნაბიჯვარიც კი არ დარჩა. ხომ ასია? ასია? რა ჩვეულებრივია. უფრო ნაკლებად შევხვდები. ალბათ ხოლტვინს გავიხრითავ. ჯერ არ გადამიწყვეტია. მაგრამ დღეს ღამით კარგად გავწყები. ხო მართლა. თქვენი აზრით შორს გაფრინდა? ალბათ ძალიან შორს არის. სტადიონის გარეთ. კარგით.
წამოდით, ოღონდ ჩუმად. წავიდეთ. კარგი, წავედით. არ დაიმალოთ. ერთად იყავით. ქეროლ, არა. ერთად იარეთ. თითქმის მოვედით, შვილო, თითქმის მოვედით. არაფერია? არავინაა. მაშინ რატომაა კარები ჩაკეტილი? მოსიარულე. სასაფლაოზე მოგვიყვანე. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ხოდა მცდარი გადაწყვეტილება ყოფილა. მოკეტე. რიკ, ეს ჩიხია. ახლა საწავიდეთ. შენ არა ვინგდებს ბრალს. ის მართალია. აქ დარჩენა არ შეიძლება, მალე დაბნელდება. ფორტ ბენინგი, რიკ. ჯერ კიდევ ვარიანტია. არც საჭმელი გვაქვს, არც სასმელი, იქამდე კი 60 კილომეტრია. 65 რუკაზე შევამოწმე. დაივიწყეთ, რამე უნდა მოვიფიქროთ, რა უნდა ვქნათ ეხლა. რამეს მოვიფიქრებთ. მორჩა, აქედან დავახვიოთ. მანქანაში ჩასხედეთ. კამერა. ის გაინძრა. მოგეჩვენა. არა, გამოძრავდა. რიკ ის მუშაობს. ავტომატიზირებულია. მექანიკური გასაგებია? უბრალოდ აქეთ-იქით მოძრაობენ. წავიდეთ. არა, უბრალოდ წავდით. ძმაო, მისმინე. აქ ყველაფერი მკვდარია. გასაგებია? რიკ, მან არავინ არ არის. ვიცი რომ მან ხართ. ვიცი რომ ჩემი გესმით. დაივიწყე, ხო, რიკ. სასოწარკვეთილები ვართ. ჩვენთან ქალები და ბავშვები არიან. საჭმელი არ გვაქვს. საწვავით თითქმის დაგვიმთავრდა. იქ არავინ არ არის. წასასვლელი არცად გვაქვს. თუ არ შემოგუშვებთ, მაშინ მოკვდებით. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. წავედით, ძმაო. წავიდეთ. ასე მოვკლავთ. ასე მოვკვდებით. მეხუთე სერიის დასასრული გახმოვანებულია მუნდო სტუდიოს მიერ.